როგორც გითხარით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ახალ რუბრიკას იწყებს ჩვენს გადაცემაში. სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა დაიწყო ახალი პროექტი კრისტალის ბიზნეს სკოლა, რომლის მიზანიც გახლავთ მცირე მეწარმეების და სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვებული პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ფართო საზოგადოებისთვის. ამისთვის ჩვენ ვეძებთ და პოულობთ წარმატებულ მცირე მეწარმეებს და სოფლის მეურნეებს, რომლებიც მწირი რესურსების ხარჯზე ცდილობენ და ახერხებენ იყვნენ წარმატებულები, შექმნან დამატებითი ღირებულება, აწარმოონ პროდუქცია და დაასაქმონ მუშახელი. ჩვენი საზოგადოების წარმატება მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების წარმოება უნარიანობაზე და ამ პროექტით ჩვენ შევეცდებით ერთის მხრივ სტიმული მივცეთ წარმატებულ მეწარმეებს მათი აღიარებით და წარმოჩინებით, მეორეს მხრივ კი საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, განვაწყოთ ოპტიმისტურად მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის მიმართ და დავარწმუნოთ, ეს არც თუ ისე რთულია, ყველა შეუძლია იყოს მეწარმე. ყველა ადამიანს აქვს უნარი შექმნას დამატებით ღირებულება, ამით მოახდინოს საზოგადოებაში თვითრეალიზაცია და წვლილი შეიტანოს საზოგადოების ეკონომიკური დოვლათის ზრდაში. რაც შეეხება მომდევნო რუბრიკის ვიდეო რგოლს, რომელსაც ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ, სწორედ ასეთ ადამიანზეა ეს ვიდეო რგოლი და გიამბობთ ერთ წარმატებულ სოფლის მეურნეზე, კონკრეტულად კი მეფუტკრეზე, რომელმაც ესეთი ჭკვიანური ნაბიჯებით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მოკლედ ვნახოთ ეს ვიდეო და ჩვენ ამ ვიდეოს დასრულებისთანავე გავაგრძელებთ გადაცემას. ბატონო ბონდო, როდის გადაწყვეტეთ საქმიანობის დაწყება და რამდენი ხანია რაც საქმიანობას ეწევით? ბატონო გიორგი, მუხურში ძალიან ბევრი არიან უკვე დაახლოებით 50 წელს ან გადაცილებული ამ 50 წელს გადაცილებული ხალხი მეფუტკრეები. აი ახლა ჩვენ ვდგევართ. ალბათ ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საჯიში მეფუტკრეობის მეურნეობა იყო. აი ამ ადგილიდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში წელიწადში 35-დან 45,000 დედა ფუტკარი გაყავდა. აი ამ ფუტკართან, აი ნახეთ თქვენ ხედავთ იქ. 1961 წლამდე პირველ ადგილზე მსოფლიოში იყო იტალიური ფუტკარი. 1961 წელს ქალაქ ერფრუტში გერმანიაში ჩვენმა აქაური ჯიშის ფუტკარმა მას მეცნიერები შემდეგნაირად მოიხსენიებენ. ქართული მთის რუხი ფუტკარი მეგრული პოპულაცია. მაგრამ მე მოიხსენიებდი მას მუხურის ფუტკრად. რადგანაც მხოლოდ მუხურში და წალენჯიხის რაიონი, ჯგალის უბანი არის სკური, იქ გამოყავდათ მხოლოდ ეს ფუტკარი. მეტი დედამიწის ზურგზე ვერსად ვერ გამოიყვანეს მსგავსი ფუტკარი. რითი არის განსაკუთრებული? ეს ფუტკარი ჯერ ერთი ხორთუმის სიგრძით. იმ იტალიურს და კარპატულ ფუტკარს 12 პარამეტრი ჯობია: შრომის უნარიანობით, თვინიერებით, ჩვეულებრივ ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებრივი ფუტკრისა რო იმუშავებს, იმაზე 1.5-ზე მეც მუშაობს. სელექცია საჭირო. იმ ფუტკრის სხვა ფუტკრებისგან იზოლირებაა საჭირო. ასეთი ადგილი მოვიძიეთ ჩვენ ხობისწყლის ხეობაში მუხურიდან 32 კილომეტრის დაშორებით. გაკეთდეს ბაზა იმ სხვა ფუტკრებისგან იქნება იზოლირებული მინიმუმ 8 კილომეტრით და იმ ბაზას ვარქმევთ ჩემი თხოვნით ოროფას. რას ნიშნავს სიყვარულს? ბატონო ბონდო, ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა თუ ხან შესული ადამიანი ცდილობს და დაიწყო საქმიანობა. მეფუტკრეობა. რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეებს? საერთოდ სოფლის მეურნეობის დარგი რისკიანი დარგია და იმ რისკების ათმაგდება ფუტკართან ურთიერთობა. აი ამ ფუტკრის დაზღვევა რო შეიძლებადეს, კარგი იქნება. მე მაგალითად დავაზღვევდი. ახლა ჩვენს სინამდვილეში გვინდა ერთი 20 ან 30-მდე ახალგაზრდა, რომლებიც უნივერსიტეტებში ასწავლობენ და ტრადიციულად მეფუტკრეთა ოჯახებიდან მოდიან და ყველაზე საუკეთესოები, რომლებიც ინგლისურს შეისწავლიან სახელმწიფოს ხარჯზე დასავლეთ ევროპაში, მაგალითად საფრანგეთში, იტალიაში, უნდა გაიგზავნონ. ჩვენს ნაჭუჭში იმ საბჭოური სტანდარტებით ვართ ჯერჯერობით. მსოფლიოს უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ. ჩვენ ისევე გამოყვავს ფუტკარი. ერთხელ რომელიღაც არხზე გადიოდა გადაცემა ფუტკარზე და მეუღლემ დამიძახა. ფუტკარზე მიდის გადაცემაო და
ვიღაც პიროვნება ახალგაზრდა კაცი გამოდიოდა და სულ აქებდა ქართლის, შავხესურეთის ფუტკარს, სხვა ფუტკარს, იმერეთის, გურიის, მუხურის ფუტკარი რა ახსენეს. დავრეკე ამ ტელეფონზე იქ. უთხარი, მუხურის ფუტკარი თუ იცით მეთქი მუხურის ფუტკრის შესახებ. გამითიშეს ტელეფონი. თუ არ და საჯიში მეორდობა და 3 ოქროს მედალი მხოლოდ მუხურის ფუტკარს აქვს მიღებული, მეტი სხვას არა. ნახეთ, პროფესიონალ მეფუტკერთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. და დაიწყეთ ამის შემდეგ თქვენი საქმიანობა. ხო, მე ჯერ გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ. მე შარშან კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ. 17 კაცია ამ კოოპერატივში გაერთიანებული. ყველა კოოპერატივის წევრებს ჯამში 1400-მდე ფუტკრის ოჯახი გვყავს. აი ეს გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთში არსებობს და რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენ. ვიცი რომ ჩამორჩენილები ვართ საბჭოური სტანდარტებით მუშაობთ. მხოლოდ რაღაც ახალ-ახალს მეცნიერებთან რო გვაქვს ურთიერთობა მათგან გებულობთ. თორდა უნდა მიდიოდეს სწავლება და იქნება რამდენადაც მარწმუნებენ. ნახოთ. აი ეს არის მუშა ფუტკარი. სექტემბერ-ოქტომბერში ესენი მოკლავენ ამ იმას, რა ქვია, მამრებს და გაყრიან გარეთ. არც ერთი მამრი ზამთრისთვის არ რჩება ფუტკარი იმაში, სკაში. ალექსანდრე დიუმამ თავისი უკტავი ნაწარმოება გრაფ მონტე-კრისტო დაამთავრა შემდეგი სიტყვებით. ელოდე და იმედი იქონიო. ეს იქ, მაგრამ ჩვენ ქართველებს ლოდინის და იმედის ქონა არა, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიმოქმედოთ, რომ რაღაცის იმედი გქონდეს.